სამერმა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება წელს მოიპოვა და ხელმძღვანელობამ გუნდს სერიოზული მიზანი დაუსახა. პირველ 3 ორში მოხვედრა. ასეთია თბილისელთა სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველი წელია უმაღლეს ლიგაში მონაწილეობთ და ახალი შექმნილი გუნდია, მიზანი შეძლებს დაგვარად ვეცდებით, რომ ჩვენ ევროთასებზე მოვხდეთ. გორის დილაკი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თუმცა შანსის გაჩენის შემთხვევაში საპრიზო ადგილისთვის არც გოლები იტყვიან უარს. დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე გამარჯვების სურვილით გამოვიდა. დილას გულშემატკივრების გაწყვეტილება არ უნდა. ამერიკის სატურნირო მდგომარეობაზე ფიქრობდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. ისიც პირველი ტაიმის მიწურვას. მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურმა თბილისელმა სულიკო დავითაშვილმა ამერის უპირატესობა გატანილ გოლში და მოპოვებულ სამქულაში ესახა. კორა საგზნობრივ კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია, უბრალოდ ვერ კომპონენტში ვაჯობა შეიძლება ითქვას ესე. ჩვენ მაინც რაღაცა მივუქნეთ, ჩვენზე რაღაც ძალიან ისე ვიყავით, ვერ მოძრაობდით და ყველაზე კარგია რომ გავიმარჯვოთ რა. გოლამდე კი დილამ ორი საგოლე მომენტი გააცუდა. ჯერ მეკარის შეცდომის შემდეგ მიხეილ თაყაძემ ვერ ივარდა. მოგვიანებით კი კახათუთუნავამ უზუსოდ დაარტყა. მოგრედმა მოგებარებო სამწუხაროდ მე ასე ვიტყოდ შევანდელ თამაში არ გაგვიმართლა. კონდა საერთო მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ერთი მომენტი კონდა ამერს და ისიც გოლად დაამთავრა. საბოლოოდ ამერმა დილა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. შიდა ქართლის მეორე უმაღლეს ლიგელმა ცხინვალმა თბილისში დინამოსთან დათმობა ეთქობა. უგულოდ დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელებმა გამარჯვების გოლი მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გაიტანეს. უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები 17 სექტემბერს გაიმართება. გორის დილას საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. ცხინვალი კი თბილისში ამერთან ითამაშებს.